კომპანია ეს-შენ გეხებას წევრი არასამთავრობოები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. არასამთავრობო სექტორი ახალ კამპანიაზე გადადის და შაბათს 13 საათზე საზოგადოების ყველა წევრს საპროტესტო აქციაზე ელოდება. ერთობლივი განცხადება მათ პრესკონფერენციაზე გააკეთეს, არასამთავრობოები ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან. რა მოთხოვნები და შენიშვნები აქვთ მათ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე განაგრძობს თემას. გისმენთ სოფო. ტერორი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გარეშე ერთი წინადადებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სწორედ ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი და ამიტომ ისინი უმოკლეს ვადებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მესამე სექტორი ამბობს, რომ ის რაც ხდება ქვეყანაში გულისხმობ ფარული პირადი ცხოვრების სამსახველი ვიდეო ჩანაწერების გავრცელებას, მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ბრძოლა და შეტევა უშუალოდ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რომელიც დარტყმის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ გარემოს. ამას გარდა არასამთავრობო სექტორი უკმაყოფილოა გამოძიების პროცესსაც, ისინი საუბრობენ გარკვეულ ხარვეზებზე, რომელიც დაშვებული იყო წინა პერიოდშიც და ითხოვენ, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი გამოძიების მექანიზმი და ასევე შეიქმნას სპეციალური ფორმატი გამოძიებისა, რომ ჩართულიყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და დამოუკიდებელი მექანიზმი გამოდარი იქიდან, რომ როგორც არასამთავრობო სექტორი ამბობს, სამართალდამცავი სტრუქტურები დღეს ვერ სარგებლობენ ნდობის მაღალი ხარისხით. ამას გარდა არასამთავრობო სექტორს პრემიერთან შეკითხვები აქვს, მაგალითად ხელისუფლება რა ნაბიჯებს დგამს გამოძიების გზაზე და როგორც გითხარით, გარდა ამისა ისინი საუბრობენ გარკვეულ ხარვეზებზე. მესამე სექტორი ამბობს იმასაც, რომ ამ პროცესების უკან დგას საქართველოს მეზობელი, ჩრდილოელი მეზობელი, ისინი ამბობენ, რომ რუსეთის ინტერესია სწორედ საქართველოში დესტაბილიზაცია, თუმცა ხაზს უსვამს არასამთავრობო სექტორი იმასაც, რომ რუსულ ინტერესს ხელს უწყობენ და ამ ინტერესს გვერდში უდგას ასევე გარკვეული წარმომადგენლები უშუალოდ საქართველოში, როგორც მაგალითად საკანონმდებლო, ისევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს არასამთავრობო სექტორი ხაზგასმით ამბობს, რომ გამოძიებაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. დანაშაულის გამოძიებაზე, დამნაშავეების დასჯაზე და შემდგომ პრევენციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას. მან უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ დანაშაული იყოს გამოძიებული. გარემოება, რომ რამოდენიმე დღის შუალედში კვლავ ვრცელდება ახალი ვიდეო და კიდევ უფრო მძაფრად გაჟღერდა მუქარა და შანტაჟის შემცველი მესიჯები, ცალსახად მიუთითებს იმაზე, სამართალდამცავების არაეფექტური მოქმედებების შედეგია. ეს არის კარგად გამიზნული საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალის თუ სახელმწიფოს მიერ ჩადენილი ქმედება. სამწუხაროდ ჩვენი მეზობელი იგულისხმება, დიახ, ჩვენ აშკარად ხედავთ მათი და მათი მომხრეების პირდაპირ მიზანმიმართულ ქმედებებს. ეს არის ტერორი ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. ეს არის იატაკქვეშეთის ჯგუფი, რომელიც ჩემი აზრით იკვებება მათ შორის დღევანდელი აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდანაც. დანაშაული არის იმაში, რომ არ დასჯილა სამაგალითოდ ის ადამიანები, რომლებიც ამ ტიპის ქმედებებში იყვნენ გარეული. როდესაც არ დაუჭირეს პარლამენტმა ინვერსიას მხარი, რასაც ჩვენ თავაზობდით, მათ შორის მოსმენებთან დაკავშირებით, ესეც იყო ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ სახელმწიფო გარკვეულწილად აგრძელებდა იმ პრაქტიკას, რაც იყო წარსულში, ყოველ შემთხვევაში ის არ დგამდა რადიკალურ ნაბიჯებს, რომ გამორიცხული ყოფილიყო მსგავსი ტიპის მოსმენები და უკანონო ჩანაწერები. მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირის ბოლოს საკმაოდ მკაცრი განცხადება აღნიშნულ საკითხზე გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ იხილა მორიგი ფარული ჩანაწერი, რომელიც ინტერნეტში პირველი შემთხვევისგან განსხვავებით საკმაოდ დიდხანს იყო გავრცელებული, თუმცა ამ ეტაპზე ეს ვიდეო ცხადია უკვე დაბლოკილია. ამ ყველაფრის მიუხედავად, პრემიერის საგანგებო და მკაცრი განცხადების მიუხედავად, როგორც გითხარით, მორიგი ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა, რომელსაც მოყვა ერთგვარი ანონსი, რომ კიდევ იქნება ამ ტიპის ფარული ჩანაწერები. ამ საკითხს საკუთარი ეთერიდან გამოეხმაურა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. მე ინგა ვარ გრიგოლია, ქალი, შვილი, დედა და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი ვინ ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც.
წლების წინ მე ჩემი შვილის მოკლის მუხარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა და ეს გამოუძიებელი საქმე ამ დრომდე გამოუძიებელი იდო სოჭში. თუმცა არასდროს ამაზე პირდაპირ ეთერში არ მისაუბრია. აი ეხლა კი გადავწყვიტე. სწორედ პირდაპირ ეთერში ღიად გავხსნა თემა და პირობა დავდო რომ ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას. ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რომ დღევანდელი დილა მუხარით გათენდებოდა ამ ტიპის მუხარით. ვერ წარმოვიდგენდი რომ ამ მუხარის შესახებ არც მეტი არც ნაკლები ჩემი შვილისგან გავიგებდი. ამ წუთებში საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ქვეყნის პირველი პირი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სწორედ ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხდება გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში, როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლით. გმადლობ სოფო ბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.